მე იმდენი სიკეთე მიკეთებია აგეთი ხალხიც არ მესაყვარდებით ზოგადად, მაგრამ ეხლა მართლა უნდა მოგიყვეთ რამდენიმე რეალური ფაქტი, მე რა მიკეთებია და რატო უნდა მოგიყვეთ მაგასაც აგხსნით. ბევრი წლის მანძილზე ვაგროვებდი პროდუქტებს, ტანსაცმელს, საოჯახო საჭირო ნივთებს და მიმქონდა ოჯახებში, სადაც სჭირდებოდათ. დაახლოებით 12-13 წელია ჩვენს ოჯახში არ ყოფილა ახალი წლის და აღდგომის სუფრა, ქონდა მხოლოდ პასტა, კვერცხი, რაღაც შემწვარი კარტოფილი და იმ თანხით, რაც ჩვენი ოჯახის სუთლისთვის უნდა დახარჯულიყო, გვიყიდია პროდუქტები და წაგვიღია საჭიროების მქონე ადამიანებთან და სხვა შორის ეს ადამიანები მხოლოდ ახალ წელს და აღდგომას არ გვახსენდებოდა საქართველოს მთავრობასავით. ვეძებდით პატიმრის ოჯახებს, მარტოხელა დედებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან დედებს. ვეკითხებოდით საჭიროებების შესახებ და შეძლების დაგვარად ვცდილობდით, რომ მოგვეგვარებინა. ვიყავი ორ მოხუცთან, ჩემი ხელთათმანებით, ჰიგიენური საშუალებებით, ვაბანავე, მოვაწესრიგე, დაუგე ახალი ლეიბი, საბანი, თეთრეული, დაურეცხე ჭურჭელი, გავუკეთე საჭმელი და დავტოვე ძალიან ესე ბედნიერი, ისე რომ დღემდე არ იცის ჩემი სახელი და გვარი. მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით მონასტრებში, ვეხმარებოდით დედავებს მიწაზე სამუშაოების შესრულებაში. რამდენიმე ნიჭიერ აბიტურიენტს, რომელსაც არ ქონდა მასწავლებლის გადახდის საშუალება, მოუძებნე ესეთი პროფესიონალი, გულისხმიერი, კეთილი პედაგოგები და მთელი 1 და 2 წლის განმავლობაში უფასოდ ამეცადინებდნენ ეროვნული გამოცდებისთვის. თუ სადმე ჭირის სუფრა გამიგია, ეს იყო ქელეხი 40 წლის თავი, ვთხოვდი ხოლმე ჭირის სუფას, ჩამილაგებდნენ პროდუქტებს და მიმქონდა ადამიანებისთვის, რომელსაც პროდუქტიც რომ მიგეტარა, მომზადების საშუალებაც არ ქონდათ, ანუ მარტოხელა მოხუცებისთვის. თუ სადმე ექსკურსიას გავიგებდი, მშობლებს ვთხოვდი, რომ აირო დაგჭებათ ისეთი პროდუქტები, რომელსაც არ შეხები ხართ, ჩამილაგეთ, მოგაკითხავთ სადაც იქნებით და წავუღებ აი ესეთ ოჯახებს და ძალიან ხშირად თვითონაც მოყვებოდნენ ხოლმე და საკუთარი თვალით ხედავდნენ, რა სიტუაციაში ცხოვრობდნენ ადამიანები. ბავშვს, რომელიც ოცნებობდა ცეკვაზე და არ ქონდა გადახდის საშუალება, ასევე მოუძებნე კეთილი და გულისხმიერი ცეკვის სტუდია, არ ვიცი რამდენი წელია მას შემდეგ დღემდე ისევ უფასოდ დადის, ძალიან ბედნიერია და საკმაოდ სერიოზული გეგმები და ოცნებები აქვს ცეკვასთან დაკავშირებით. ერთ ბავშვს შევუგრავეთ თვალის ოპერაციის ფული და გადავარჩინეთ დაფრმავებას. ასევე მომიძებნია ადამიანებისთვის თავშესაფარი, მიშოვია ავადმყოფი ბავშვისთვის სისხლი. ჩემს ქმარს საქართველოსში და აქაც გაუხდია ფეხსაცმელი, როცა დაინახა მოხუცი წვიმაში და თვითონ წამოვიდა ეს წინდებით სახლში. დღემდე საჭმელს რო ვატან, თუ სადმე ჰომლეს ნახავს, გააჩერებს მისცემს. თუ სადმე მაკდონალდში ან სადღაც შევალ და ხედავთ ადამიანს, რომელსაც შია, არ აქვს საშუალება ეთყობა გარეგნულად, მივდივართ და ვყიდულობთ, რომ დანაყრდეს. თავშესაფარშიც მოხუცებს ჩამოვაწერდნენ სურვილები და რაც სჭირდებოდათ, აბსოლუტურად ყველაფერი მოუძებნეთ და მივუტანეთ. ჩვენ პირადად რო სახლი დაგვაგდებდნენ საკუთარი ოჯახისთვის, ერთი პოსტიც არ დამიწერია და ერთი მეგობრისთვის ამითხოვია რაღაც დამეხმარეთ ამ ფული შემიგროვეთ, მაგრამ სხვა რო დადგა იგივე სიტუაციის წინაშე, ვითხოვეთ ახმარება და დღეს ის ოჯახი ფეხზე დგას. და მოკეთ ხა ეს არის ალბათ 10% და არც მინდა მეტის მოყოლა და არც მახსოვს. თავიდან დავიწყე ჯგუფებში დაპოსტით, სადაც ბევრი გამოთქვამდა დახმარების სურვილს. ასე შევიძინე, აი მართლა ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი, ნამდვილად კეთილი და ერთი-ოჯერ რო გამოხდა ვიღაც ინტრიგანი, სადმე გაქეთი მაგარტოფილები და ჩვენ ზღვანახეო, შევთავაზე წამოდი ჩემთან ერთად და განახებ სადმე აქვს. მაგრამ არა, ფოტოები და ვიდეოები გაასაჯაროე, რომ ხალხმაც ნახოს როგორ ვეხმარებით ადამიანებს. ეგეთებს რაღაც სანახაობებით დატკბობა მოუნდათ, გადავედი უკვე ჩატში, გავაკეთე ჩატის, სიკეთე ჩუმად, სადაც დავამატე ის რამდენიმე გოგო, ვისაც ვიცოდი რომ ნამდვილად სიკეთის კეთება უნდა და იქ დავწერდი ხოლმე გოგოებო ვიპოვე ესეთი ოჯახი, სჭირდება ეს და ესე დავირაზმებოდით და ვისაც რა შეგვეძლოთ, როგორ შეგვეძლო ვაკეთებდით. ზოგჯერ ერთად მივდიოდით, ზოგჯერ მარტო მე და ჩემი ქმარი და აი ესე მოვაბით თავი ამდენ რამეს, რამდენი კიდე არ მახსოვს. და რამდენს გავაკეთებთ კიდე აუცილებლად. აქაც მყავს საბედნიეროდ აი ესეთი გოგოები, რომელსაც ესე ჩუმად პირადში ვთხოვ, რომ აი ამისთვის გჭირდება და მადლობა უფალს, არცეც არ ეპარება ეჭვის, სადმე მაქვს მე ეს თანხები თუ რავი პროდუქტები თუ დასაცმელი. და მე მირჩევია მილიონების შეგროვებას და რაღაცა ახალი პლანეტის გამოგონებას, პატარა წვრილი საქმეები ვაკეთო და მართლა სიკეთე ვაკეთო. და არ დავდგა სანახაობები და ცირკი იმ ვითომ კეთილი ადამიანებისთვის, რომლებიც აი ესე იკმაყოფილებენ მათ დაბნელებულ ეგოს. აი ახლა ამ ვიდეოს ვინც ისმენთ, შეიძლება 80%-მა არც დაიჯეროთ, რომ ეს რაც ჩამოთვალე არის სიმართლე. მაგრამ ნეტა თქვენ იცოდეთ, მე როგორ არ მაინტერესებს თქვენ გჯერათ თუ არა. კიდე 10 ვიდეოს ჩაწერა რომ დამჭირდეს, კიდე ჩავწერ, რომ იქნებ 10 ადამიანი მაინც დავაფიქრო იმაზე, რაზე შეიძლება აქამდე არ ვფიქრიათ. მინდა რომ мотиваცია მოგცეთ, რომ მართლა სიკეთი აკეთოთ და იმ ადამიანებსაც მისცეთ სიკეთის საშუალება, ვისაც ამის თავის მოგმა შეუძლია. ორ კაპიკს რო ურიცხავთ, რაღაც კონკრეტულ ადამიანებს და მე ფოტო ვიდეო მასალას რო ითხოვთ, რომ როგორ ჩაკბი ჩაი ვიღაცა მის ერთი ცალი ვაშლი მე რო გავუგზავნე, მე როგორ დაღეჭა, მე როგორ გადაყლაპა, მე როგორ მოინელა, ამოაბოყინა თუ რა თქნა მე ბოლოს. სერიალი ვიძრულოდებით ახალ სერიებს და ამაში იხდით რაღაცა ბილეთის ფულს და ვერ ხვდებით, რომ ამით თქვენს ცოდვაში ვარდებით და იმ ადამიანსაც ცოდვაში აგდებთ, ვინც ვითომ ქვემოქმედებას აკეთებს. მე რეაყრით კომენტარებს, ლაიქებს, ქებადიდებას, ლოცვას
და ასე თქვით თქვენს და ათქვით იმ ვიღაცასაც და აი ესე იდმება ცირკი და სპექტაკლი. სანახაობა ჩვეულებრივ. თორე დარწმუნებული ვარ, აი ამდენი კეთილი ფერიადან რეალურად ორი კაცი არ ფიქრობს იმ დასახმარებელ ადამიანებზე. აი სანახაობა ამოვა დღეში მორჩება რამდენიმე დღე და მე კაცი შვილს არ ახსენდება ის მე ხვალ ვაშს ჭამს თუ იმ ერთი ვაშლის ამარა ისე ორი კვირის თუ ორი თვის წინ რო გავგზავნეთ. ანუ სანამ ეყოფა თქვენი ბილეთის ფული, მანამდე გაინტერესებთ, გული გეწვებათ, ღამეები არ გძინავთ იმის დარდით, ნეტა როგორ არის, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და მოვლენები, მე ამოგივათ ყელში და მე ახალ საჯიჯგნს ნახავთ ვიღაცას და ის საერთოდ ვიღას კიდია ახლა სად არის და რა შვება. ვიღას აინტერესებს საერთოდ რამხელა დაღი დაასვით, გამოფინეთ საქვეყნოთ, დაამცირეთ, ატირეთ, გადაუარეთ და მე დატოვეთ. ესაა სიკეთე? ძალიან კი გაიძახით, სიკეთე გადამდებია, ყველა უნდა ნახოს, რომ მე ბევრ ადამიანს მოუნდეს და რაღაც ბლა-ბლა-ბლა. ორი კაცი რო დავაპურო ცხოვრებაში, საკმარისია ჩემთვის, მაგრამ არასოდეს თქვენი მოთხოვნის საფუძველზე არავის არ დავაყენებ, არ ვატირებ, არ ვახდევინებ მადლობებს და არ გაყურებიებთ იმათი გასაცოდავებული თვალების და სახეების და აი ესე ათრთოლებული ნიკაპის კადრებს არც ერთი თანხის სანაცვლოდ. და თქვენ ყველაზე მთავარი რა გავწევათ იცით? რატომღაც დღეს გგონიათ, რომ არც ერთი თქვენი ახლობელი, თქვენი შვილი, თქვენი ვიღაც საყვარელი ადამიანი ასე დღეში არ ჩავარდება. არც იმ ადამიანების მშობლებს, არც თვითონ 1, 2 და 10 წლის წინ ვერ წარმოედგინა, რომ აი ესე დღეში ჩავარდებოდა, ქუჩაში დარჩებოდა და ვიღაცის დასახმარებელი გახდებოდა. მაგრამ ცხოვრება ვისრავს გვიმზადებს, ხო, ზეგ და 5 წლის მერე არავინ არ იცის დედამიწაზე. და მე ახლა გისვამთ თქვენ კითხვას და დამწერეთ კონკრეტული პასუხი. თქვენი შვილი დაიფაროს ღმერთმა ყველა შვილი. ერთ დღესაც რო აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში, ანუ დასახმარებელი გახდეს. როგორ გირჩევიათ ადამიანებმა დაეხმარონ? ჩუმად და მართლა რეალურად დაეხმარონ, თუ რაღაცა ერთი ფიცა აჭამონ, ერთი შარვალი ჩააცვან, ერთი კვილი დაუპლომბონ და მე აი ესე ათრიონ საქვეყნოთ და ახდევინონ მადლობები. ოღონდ გულახდილი პასუხი დაწერეთ. ახლა ეს რაღაცა ზღაპრები არ მინდა, რომ მე ამდეფუს რო აგროვებ ხახის წინაშე ვალდებული ხარ და ბლა-ბლა-ბლა. ხახის წინაშე შეგიძლია დადოს სკრინები, ხარჯების, ან დაწერო პოსტები, ან ჩაწერო ვიდეო, რომ აი დღეს დავეხმარეთ ამით, გავაკეთეთ ეს და ამაში დაიხარჯა ამდენი თანხა და ასე შემდეგ. და არა საჭირო იმ ადამიანების ემოციებით თამაში, ისედაც შელახული თავმოყარეობის და ავტორიტეტის კიდევ უფრო გაპარტახება, გული მეგლიჯება, როდესაც ასე დამცირებული, დაპატარავებული, თვალებაწყლიანებულ მოხუცებს, ბავშვებს, ავადმყოფებს, ახალგაზრდებს ვუყურებ ხოლმე ვიდეოებში. აი მაგ დროს იმის შეგრძნება კი არ მიშლება, რომ აი რა მაგარია როგორ ეხმარებიან. მინდება რომ ვიყვი, რომ შეეშვით ხალხო, შეარგეთ, რასაც უკეთებთ. ეს არაა ხალხო სიკეთე, ეს არის ბოროტება. რამდენი ადამიანის თვალებში ამომიკითხია, რომ წაიღეთ ეს რაღაც ორგანოებს მომაკერეთ და ან წავალ ისე ქუჩაში ვიცხოვრებ, არ მინდა თქვენი არაფერი. აი ეს 40-დან ამოყვანილი კაცის ამბავი თუ წაგიკითხავთ, თუ არ წაიკითხავთ, ეგ წაიკითხეთ. ან რა ვიცი, ბიბლია წაიკითხეთ, ან ანდაზები და გამონათქვამები წაიკითხეთ. ერთი ხედავ სიკეთეს აკეთებს, მეორე არ უნდა გაიგოსო. სიკეთე ჩუმად უნდა კეთდებოდესო. რა ვიცი, რამე წაიკითხეთ, მოусმინეთ, უყურეთ. იფიქრეთ მაინც და საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ. იქნება მასე მაინც მიხვდეთ. მე გიკვირთ ხოლმე რამე რომ მოხდება, მე რატო დამემართა ეს რაღაცა, აი მე სულ სიკეთეს ვაკეთებ და სულ ვიღაცებს ვეხმარები. და რეალურად სიკეთეს კი არ აკეთებ, ბოროტებას ჩადიხარ. იმიტომ რომ რაღაცა 10 ლარს გაისვრი, რომ მე ახალი სერიები დაიდოს და ესე სანახაობას უყურო და გაერთო. ვიღაცა გასაცოდავებული ადამიანის ცხოვრებით. კიდევ უფრო გასაცოდავებით. ნამდვილად კეთილი ადამიანი არასოდეს მოითხოვს მსგავსი ცირკის დადგმას რაღაცა ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. კი არა, ბევრი ადამიანები ვიცი, საკმაოდ დიდ თანხებს რიცხავენ და კატეგორიულად მოითხოვენ, რომ არც იმას უთხრათ მე ვინ ვარ და არც არსად გაასაჯაროოთ მე რა გავაკეთე. რამდენი გადავრიცხე, ვის რა გავუკეთე. იმიტომ რომ ის მართლა სიკეთეს აკეთებს, იმ ადამიანისთვის აკეთებს, საკუთარი თავისთვის, უფლისთვის და არა ქებადიდებისთვის და რაღაცა ხალხის მადლობებისთვის და ლაიქებისთვის და აუ შენ რა მაგარი ხარო ამის სახებისთვის. ნამდვილი სიკეთე კეთდება ჩუმად. როცა იმ გაჭირებულს საკუთარი თავმოყარეობის და თვითშეფასების დაქვეითების ფასად არ უზის რაღაცა 1 კილო კარტოფილი თუ სუპი თუ რა ვიცი რა საჭამი. მატერიალურზე ბევრად მეტი ღირებული რაღაცებიც არსებობს ადამიანში და ეგ თუ ჩაუკალი, აღარაფრად ღირს საერთოდ ის შენი გაკეთებული სიკეთე. სიკეთეს თუ აკეთებ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მე პირადად მაგათაც საერთოდ არაფერი შეამჭირდება, საკუთარ ოჯახშიც კი არისოდნენ, მე სადავდიოდი და რას ვაკეთები და მით უმეტეს ამჭირდება თქვენი არც ქებადიდება, არც არაფერი არ არის აქ საქები. თუ დამლოცავთ და კეთილ რამეს მისურვებთ, რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ნებისმიერ ვიდეოზე, მაგრამ ყველა ადამიანი და მე მით უმეტეს საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ იმდენ წყალობას ვიღებ ღმერთისგან ყოველდღიურად, მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ვალდებულადაც კი ვთვლი საკუთარ თავს, რომ აი ესეთი რამები ვაკეთო, რომ იქნებ როდესღაც როგორღაც მადლობა გადავუხადო უფალს. იმიტომ კი არ ვაკეთებ ამას, რომ ხვალ დამახვედრებს წინ. უკვე რაც გამიკეთა, რისი ღირსიც არ ვიყავი და არ დამემსახურებია, აი ამისთვის მინდა რომ რაღაცით, აბა ეხლა მარტო სიტყვები უძახო ღმერთო მადლობა, ეს ჩემთვის არ არის საკმარისი. და აი ესეთი გზა ვიპოვე იმისთვის, რომ უფალს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რაც მაქვს. იმისთვის, ვინც ვარ. სადაც ვარ და როგორც ვარ.
ამიტომ ადამიანებისგან მადლობასაც კი არ ველოდები. პირიქით, საერთოდ არაფერი შეამჭირდება არავის მადლიერება, არც მით უმეტეს უკან დაბრუნება, ან რაღაცა ვალში ყოფნა, ან რამე პირიქით, მე ადამიანების საშუალებას მაძლევენ, რომ ღმერთს გადავუხადო მადლობა. და პირიქით, ამ ადამიანების იქეთა ვარ მადლიერი. ყველა ჩვენთაგანი ამ სამყაროში რაღაც მისიით ვართ მოვლენილები. ისე უბრალოდ ასე დავიბადეთ და გამოვედით, ასე არ ხდება. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, რა მისიით ვართ, ვიღაცა კარგი ექიმია, ვიღაცა კარგი პედაგოგი, ვიღაცა რაღაც ხელოვნებას ქმნის და აი ეს უნდა გავაფერადოთ ეს სამყარო და ვისაც რა შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის და სამყაროსთვის. რომ რაღაცნაირად შევძლოთ მადლობის გადახდა ღვთისთვის, აი ამდენი სიკეთის და წყალობის სანაცვლოდ. და რო დაგვიჩემებია ეს ღვთისმშობლის წიხვედრი ქვეყანა ვართ, კი ბატონო ვართ. მაგრამ ეს მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ჩვენ დაგვიფარავს ნებისმიერ შემთხვევაში. გაბრაზ და უკვე ღვთისმშობელი ატყობთ, საქართველოს მდგომარეობაზე ატყობთ, რომ გაბრაზებულია? მარტო სულ იქიდან ნუ ველოდებით წყალობას. ჩვენს რაღაცით მადლობა უნდა გადავუხადოთ. და მე ისევ იქნებ მოიხედოს ჩვენსკენ. რაც დაგვიცვა, ჯერ იმის მადლობა გადავუხადოთ და მე რა დაველოდოთ ახლას. აბა იფიქრეთ ამაზე და მე დამწერეთ კომენტარები, ვისაც აზრის გამოტანის პრობლემა გაქვთ, ძალიან გთხოვთ ასკროლეთ. ცოტა რთული საკითხია და თქვენ შეიძლება ვერ გაიგოთ. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ თუ ვინმეს როდესმე დავხმარები ვარ, ყველამ კარგად იცის, როგორ ფრთხილად ვეკიდები ამ საკითხს და არსად არასოდეს ჩემი პოსტი, ვიდეო, ფოტო, ან რაიმე სახის ინფორმაცია არასოდეს გამისაჯაროებია. არც ახლა ვასაჯაროებ ვინმეს ვინაობას. უბრალოდ უკვე ძალიან ხელში ამოვიდა ამდენი ვითომ ქველმოქმედება და ძალიან საჭირო იყო, რომ ეს კონკრეტული მაგალითები მომეყვანა ჩემი პირადი გამოცდილებიდან. უბრალოდ სხვანაირად ვერ ვაგებინებ ამ ხალხს, რომ სიკეთის, მართლა სიკეთის კეთება შეიძლება გასაჯაროების გარეშე. და თუ ვინმე ჩემი ჩამონათვალიდან საკუთარ თავს ამოიცნო, ძალიან გთხოვთ, რომ არ იფიქროთ, რომ ერთი წამით რამეს ან გაყვედრიდეთ, ან მადლობას ვითხოვდე, ან რაღაც კუთხით მაგარი ტიპი მეგონოს ჩემი თავი.